22 მარტი შავი დღე ევროპის ისტორიაში. ბრიუსელში ზავენტემის აეროპორტში ქეთი ქარდავას მიერ გადაღებული ფოტოები მსოფლიოს წამყვან მედია საშუალებებში მოხვდა როგორც პირველი კადრები ტერაქტის ადგილიდან. ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების ნათესავებმა კი გაიგეს, რომ მათი ახლობლები დაშავდნენ, თუმცა ცოცხლები არიან. ბრიუსელში ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის ტელეფონში პირველი კადრი 8 საათსა და 3 წუთზეა გადაღებული. მასზე ასახული ქალბატონი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, Jet Airways-ის თანამშრომელი იდოელი ნითი თაფქარია. ამ დრომდე ის ბრიუსელის შარლეროა საავადმყოფოში სხეულის 20%-ის დამწრობით მკურნალობის კურსს გადის. ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ, თუმცა ამბობენ, რომ სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ნითი თაფქარის ოჯახის წევრება ის ცნობილი ფოტო ტერაქტიდან რამდენიმე წუთში მუმბაიში ნახეს და გაიგეს, რომ მათი ოჯახის წევრი გადარჩა. ამ ფოტოში მის გვერდით მყოფი ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის არის ორგანიზაცია ექიმების აზღვრებს გარეშეს თანამშრომელი, რომელიც ბრიუსელში შვებულებას ატარებდა. მკურნალობის შემდეგ ის სახლში ჰაიტიზე დაბრუნდა. ეს კი არის ფოტო, რომელიც არაერთი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა. ამ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ამ დრომდე მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტერაქტის შედეგად დაშავებული ბიჭი 22 მარტს დილით მეგობარ გოგონასთან შვედეთში მიფრინავდა. მას შემდეგ, რაც ქეთი ქარდავამ ეს ფოტო ტვიტერზე ატვირთა, მისმა მშობლებმა გაიგეს, რომ მათი შვილი ცოცხალია. ქეთის მიერ გადაღებულ ამ კადრში კი კალათბურთში ბელგიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი სებასტიან ბელინია. 27 წლის სპორტსმენი ახლა შეერთებულ შტატებში თამაშობს. ბრიუსელის აეროპორტის ჩასხდომის დარბაზში ის საკუთარ აგენტთან ერთად იმყოფებოდა. ბელინი ორი შვილის მამა, აფეთქების ტალღამ როგორც თვითონ ყვება 6 მეტრით ისროლა. ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, ისევე როგორც მისი სპორტული აგენტი, რომელმაც ტერაქტის შედეგად ქვედა კიდური დაკარგა. ყველა ეს ფოტო ბრიუსელის აეროპორტის ჩასხდომის დარბაზში 1 წუთის განმავლობაშია გადაღებული. იქ, სადაც ტერორისტებმა პირველი აფეთქებები მოაწყეს. ქეთი ქარდავა ეპიცენტრიდან რამდენიმე მეტრში იდგა.